დილის 7 საათი, გაღვიძება ადგომან, მოწესრიგება ბუნებრივია. შემდგომ ჩემი შვილების დატოვება ბაღში, სკოლაში და შემდგომ დარბაზში, სადაც განუყოფელი ნაწილია ჩემი ცხოვრების. ყოველთვის ვცდილობ, რომ კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ მაინც ვივარჯიშო, უკვე მე-7 წელი დაიწყებ რაც ვარჯიშობ. და განაპირობა ეს ყველაფერი იმან, რომ წელის ტკივილები მქონდა რეალურად დგომისგან და მან განაპირობა ის რომ ცოტა გამეძლიერებინა ტორსი და ვახცი ამას გავაძლევ პრაქტიკულად წელის ტკივილები არ მაქვს. საოცარი სამეგობრო არის დარბაზში, ურთიერთობის თანამედროვე საქართველოში, თბილისში და სოფლიოში მე ვფიქრობ, რომ ძალიან ტენდენციური გახდა ვარჯიში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩემი ბებია, ჩემი ბაბუ ორივე ექიმები გახდნენ. ბაბუა იყო პელყურის ექიმი, ბებია გინეკოლოგი, მეან გინეკოლოგი. 52 წლის განმავლობაში გახდათ ჩოხატაურის სამშობლო სახლის ხელმძღვანელი, არაერთი გადარჩენის სიცოცხლე. ეს დასაკვირველი შთაგონების წყარო იყო ჩემთვის ყოველთვის. გარდა ამისა, მაინტერესებდა მაინც ადამიანის, როგორც ყველა ბავშვი სათამაშოს შლის, ასევე მეც მაინტერესებდა ადამიანის შიგნით რა ხდებოდა და განაპირობა ამ ფაქტორმა ძალიან ძირეულად შეცვალა ჩემი ხედვა საომარი. თუმცა რაღაც პერიოდის მერე არ მიფიქრე ამაზე, მერე დედამ ძალისხმევა გამოიჩინა რომ ჩამებარებინა სამედიცინოზე და ესე გაგრძელდა დღეს გახლავართ ლიდერმედის ძველი ყოფილი ინვიტროს წამყვანი გინეკოლოგი, ლაპარასკოპისტი. მუშაობ უკვე 18 წელია დამოუკიდებლად. მე გახლავართ გიორგი დოლიძე, 1983 წელს დაბადებული. კოლეჯის დასრულების შემდგომ გადავედი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დავასრულე 2006 წელს და 2006 წელს წავედი უკრაინაში. დიპლომის შემდგომ განათლების კურსებზე. დავამთავრე იქ ორდინატურა. პერიოდულად მიწევდა არაერთ ქვეყანაში კვალიფიკაციის ამაღლება. პრიორიტეტად გამოვყოფ ალბათ საფრანგეთს, სადაც ჩემი ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის კურსები იყო და ავიმაღლე დაახლოებით 1 წელზე. მეტი იყვარს ოპერაცია, ისეთი ოპერაციების კეთება, რომელი ოპერაციით შეიძლება სხვა თქვას უარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ვერ აკეთებენ ეს ამ ოპერაციებს. უბრალოდ მე მიყვარს ეს ოპერაციები გავაკეთო. ჩამოვიდა ერთი პაციენტი უზარმაზარი ზომის მიომით, რომელსაც შვილი არ ყავდა. პრაქტიკულად ამოწურული ქონდა ყველანაირი იმედი გარდა მიომის ამოღებაზე და მუცელკვეთაზე, ანუ კლასიკურ მეთოდზე საუბარზე და მეტია ამოღებას უპირებდნენ საერთოდ საშუალოსნოს. მე შევპირდი. როდესაც წამოვდევინე ჩემ თავში, რომ ეს ყველაფერი კარგად იქნება, პაციენტსაც ვამხლევებ და შესაბამისად ისიც მენდობა. დობა პაციენტსა და ექიმის შორის არის უპირატესი. ამით იწყება ყველაფერი. საუბრი და შემდგომ უკვე გადადის კლინიკურ ნაწილზე. ასე რომ ესე იყო. ჩამოვიდა პაციენტი და შევპირდი დავგეგმეთ, ჩავუტარეთ ყველა სათანადო კვლევები წინა საოპერაციო. და ჩატარდა ოპერაცია. წარმატებით, საკმაოდ ხანგრძლივი 5 საათზე მეტი ოპერაცია გრძელდებოდა. შემდგომ გაეწერა ეს პაციენტი 6 თვეში მირეკავს, რომ ის გახდა თავისით ბუნებრივად ორსული. ეს უზარმაზარი სიამოვნება იყო ჩემთვის და პატივი იყო. და საჩუქრად მივიღე, ჩემს სახელზე დაერქვა მას, ჩემი სახელი, რაც კიდევ უფრო ამახს ხდიდა რეალურად. მედიცინა არის რელაქსი ჩემთვის. და ამ დროს სტრესი ძალიან დიდი სტრესი.
რელაქსი არის და ყველაზე მეტი ადრენალინი. ყველაზე მეტად ვისვენებ საოპერაციოში. მაგრამ შემდგომ ხვდები, რომ ჯანმრთელობაზე ეს ძალიან ისახება. იმიტომ რომ ჩემდაუნებურად მე ძალიან განვიცდი ხოლმე. როგორც ყველა ექიმი, განსაკუთრებით ქირურგები და ეს ბუნებრივია, არ ვარ გამონაკლისი.